სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეზე გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ბატონეგო, ფაშებო, ჩემო ლომებო, გოგოებო, ლამაზებო, ისევ ჩემთან მოვაგროვე. სინამდვილეში მათი მოგროვება არც კი მჭირდება. ეხლა მათ ასეთი კუდი აქვთ, ხო ასეა? ეს კუდები უკან დახვებათ. თითქოს მეც მაქვს, ყველა ჩემს უკან დადის ძმაო. კუდი ვისა და არ უნდა წავიდე, ჩემი შვილებიც მოდიან. ახლახან ცხრები გაუშვი, ისევ დილის ლოგს გაგიკეთებთ. ცხრები და თხები გაუშვი, ძოვენ. სვადაშვილის, ფაისალ ბაბაც მათთან ერთადაა. ჩეულებლი ვიცით გეუბლებოდი თქვენ. აჰა, ფაისალმაც გაიგო რომ მასზე საუბრობთ, ნახე. დაიწყო ყროყინი ჩვენი ფაისალი. ჩეულებლი, ის მათ დევნის, მაგრამ ფაისალის სოციალიზაციას დავიწყე. მანაც ნელა-ნელა სადა მასთან შეგუება. მათთან ერთად, ცოტა ხანში მასაც გაჩვენებთ. ეხლა იცით ბოლოს ჩვენს ფერმაში ახალი გოგო შემოგვიერთდა, კანეკორსო. მისი სახელი ბელა იყო. მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთით, შვილო. ძალიან დავახლოდით, ხო იცი? გაჩერდი. მისი სახელი კომენტარებში ვკითხე, ჰარლი დავარქვა თუ არა მეთქი. ამის შემდეგ ყველას მოუნდა. იმ ახალ გოგოს სახელი ჰარლი დავარქვი, მეგობრებო. ეხლა ის გოგო საკმაოდ პასიური იყო, ეშინო და დღეს ისე ვეცდებით, რომ შევაჩვიოთ. პირველ დღესთან შედარებით ეხლა ძალიან კარგია. პირველ დღეს ძალიან ერიდებოდა. ეხლა ცოტა უკეთესია. ინშალლა, ბოლომდე შევაჩვევთ მას, ცოტას მეცდები ამისთვის. ახალი ბინადარიც მალე მოვა. ესე იგი, ფერმაში ბოლო დროს საკმაოდ ბევრი შვილი მოვა. დღეს ახალი შვილი მოვა, ეს კი შეირიდა. ამის შემდეგ ორ შაბათს ორი კანეკორსო მოგვივა სტამბოლიდან. ერთი მდედრია, ერთი მამრი, ორივე ერთმანეთზე ლამაზია. შესანიშნავი შვილები არიან. ფერმაში შვილების რაოდენობა საკმაოდ გაიზრდება, მეგობრებო. არა, ხო ასეა კაროლინ? მარტო კაროლინი ძალიან ლამაზია, ხო ასეა? მოусმინეთ ამ კაროლის თქვენ კომენტარებში ძალიან არაქებთ, ამას ვამჩნევ, მეგობრებო. კაროლინი მართლა ძალიან ლამაზი გოგოა. ძალიან კარგი ჯიშის, ძალიან საყვარელი, ძალიან მშვიდია. არა ჩემი გოგო, ამ გოგოს ცოტა შეაქეთ კომენტარებში. ამასო არაქებთ, მე მწუხვარ. არა ჩემო ლამაზო. თქვენგან თხოვნა მაქვს, მანამდე ნუ მატკენთ გულს. გთხოვთ, თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გთხოვთ, გულს ნუ მატკენთ, ნუ დაიზარებთ, ერთი ლაიქი დააჭირეთ, მეგობრებო. მოდით წავიდეთ და ვნახოთ ჩვენი პირველი ახალი გოგო, ჰარლი. ჰარლი! რასაკეთებ, შვილო? რასაკეთებ, ჩემი ლამაზი გოგო? რასაკეთებ, ჩემი ლამაზი საყვარელი? ჰარლი ჩემი, მაშალა, შენს კეთილშობილებას ვენაცვალე. შვილო, ზოგიერთებმა ჩემზე რაღაცები თქვენს, იცი? თქვენს თითქოს ცხოველს ეშინია, რატო უშვებ მათთან ერთადო? ისე აკეთებ, ასე აკეთებო. მე რამდენი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, ალბათ 10 წელზე მეტია. ჩვენ არაფერი ვიცით, მეგობრებო. ჩვენ არაფერი ვიცით, კიდე ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, როგორც ჩანს. მოდი შვილო, ჰარლეი, მოდი. მოდი ჩემო კარგო, მოდი. მოდი. მოდი ჩემო ლამაზო, მოდი ჩემო ლამაზო, მოდი. მოდი, ჰარლეი. მოდი, ჰარლეი, მოდი. ჩემ მხოლოდ ერთი დრეა, მაშალა. კუც იკეცავდა და გარბოდა. ნახე ეხლა, ხედავ? ნახე, სად არის ჩემი ლამაზო? სად არის ჩემი სიყვარული? მაშალა შენ. ნახე, კუც იკეცავდა და გარბოდა. ვერც ერთ ცხოველს ვერ უახლოვდებოდა. მხოლოდ ერთი დღე გავიდა, ნახე. ერთი დღეა, ბევრი არა, ანუ ერთი კვირა ან რამე ეგეთი არა. ერთი დღე. ეხლა ჩემთან შეეჩვია. სხვა ძაღლებთან ნელ-ნელა შეჩვევა დაიწყო. ბაჭია ხო არის, ნურას ბაჭია, ძალიან ბრაზდება მას. ეს საწყალიც მისგან შიშობს. მართლა ნახე, ეს საწყალიც მისგან შიშობს. მოდი აქ. დაიცადე. ეხლა ნელა-ნელა ჰარლის გაჩვენებთ, მეგობრებო. მოიცადეთ, აქ სადღაც ერთი საზამთრო იყო. ამ საზამთროსაც ფაისას მივცემ, რომ ჭამოს. გურში ცხრებისთვის საზამთრო ვიყიდე. ინტერნეტში ვნახე, ვკითხე, ცხრები ნეტა ხილს ჭამენ მეთქი. მოდი, შვილო, მოდი. ინტერნეტში ეწერა ჭამენო, ცხრებისთვის და თხებისთვის ვიყიდე 20 კილო საზამთრო, ნივეცი და არც ერთმა წესიერად არ ჭამა. ცოტა თხებმა ჭამეს, მაგრამ ცხრებმა არ ჭამეს, მეგობრებო. ჰარლი, შვილო, მოდი. ჰარლი ცხრების და თხების გაშვებულები არიან. ვნახოთ, შეუტემს თუ არა მათ, ამასაც ვცდით. მოვაჩვიე ძმაო, არაფერია. ის ერთი კვირაში ნახე რა იქნება. სრულად მიეჩვევა. ჰარლი, მაშალა, ძალიან ლამაზია, ძალიან ძვირფასი გოგოა. მე სპეციალურად ვუშვებ მათთან ერთად. იმისთვის რომ მალე მიეჩვიოს. მოდი აქ, ნუ მისდევთ მას, მოდი. მოდი აქ. ნატაშა.
ეხლა ჩვენი ბაღის უფროსი იქაა. იმ კაცში რა ღირსება, ნახე ერთი. ვა, მაშალა, შვილო, შენს ღირსებას ვენაცვალე, აცვალე. შენს ღირსებას, შენს დგომას ვენაცვალე. იქაც ხალია ეხლა, იქ არ წავიდეს. ამ საზამთროს მაინც ვაჭამოთ. არა, ნორა, მოდი აქ. მოდი. არ გაბედო ჩემი შვილი შეწუხება. არ გაბედო ჩემი სიმპათიური შეწუხება. ჩემ შვილს საზამთრო მოუტანე. ჩემ შვილს საზამთრო მოუტანე. სად არის ჩემი სიმპათიური შვილი? სად არის ჩემი ქარიზმატული შვილი? აი შვილო, აი. აი. მამამ საზამთრო მოგიტანა შენ. შვილო, მხოლოდ ქერქი მოგიტანე, მაპატიე. შიგთავსი მე შევჭამე ფაისალ. ამას დასჯერდი. იცით, ფაისალისთვის დიდი ხნის წინ უკვე გამიმართავს ნადიმი. მასში კარგად იზეიმა. სინამდვილეში ეხლა საზამთროსა და ნესვის სეზონი გაიხსნა. ფაისალ ბაბას კარგი ნადიმი გაუკეთო, მეგობრებო. მოიცადე, ბაბუ, შენ შეჭამ. აჰა, ბაბუც ჭამა უნდა. ფაისალ შეშურდა. გემრიელა ჭამე, ჩემო შვილო. ჯანმრთელობა მოგიტანოს. ფაისალ მამა ძალიან უკანა პლანზე რჩება. წინა დღეებში ფეხი დაიზიანა, მეგობრებო. ეხლა კარგადაა, ალჰამდულილა. აი მიზეზიც ეს. ცხრები და თხები რო ვიყიდე. იმიტომ ფაისალი ისეთი საზამთროა. კანი არ არის, მე დანით ვერ გავჭერი მაინც. ფაისალი ძლივს ხვეწ პირით. ხილად შვილო. დააწექი ჩემო შვილო, დააწექი ფაისალ. ჩემი ლომი ხარ, შეერგო ჩემ შვილს. შვილო, თქვენ არ ჭამთ საზამთროს, თქვენ. დედე ის იქ დარჩა იატაკზე დევს დილიდანვე, დედე. იქ არ ჭამდა, ეხლა ჩვენი ფაისალი ჭამს და უსინდისო დედეს მოუნდა. შვილო, არ შეხვიდე ინტალახიან წყალში. მოდი აქ. ეხლა ცოტა ხანში ოდისაც გამოვიყვან, მეგობრებო. ოდის სავარჯიშოდ წავიყვანთ. რიგრიგობით, ისევ დილის ვლოგია. დღეს დილით 6-ის ნახევარზე ავდექი. ოლიერები და სხვა ყველაფერი გავრეცხე, დაახლოებით 45 წუთი გავიდა. ფაისალ, ამას აქ დაგიტოვებ, შვილო, შენ ჭამე. მოდი. ეხლა ხელითაც გაჭმევ, რა ხნის კაცი გავხტარ ვარ. ნახოთ, მოუფუჭებია თუ არა. ცხრებო, შვილო, არ იბალახეთ. ისევ რატომ მოხვედით? რატომ მოხვედით, შვილო? იბალახებთ ეხლა. არა, ნურა. მოდი აქ. ნურა, მოდი. რა თქმა უნდა, კარლოსმა ყველაფერი გააფუჭა. კარლოსი ყოველთვის აფუჭებს, მაო. შეხედე, ძმაო. ამდენს როგორ ისაქმე, ბიჭო. ერთი კაცი დღეში 10 კილოგრამს ისაქმეს, ბიჭო. მიდი ეს ხალი შენს ნეხზეც კი არ ყოფნის, კარლოს. რა ტიპი ხარ შენ? ახალმოსულ შვილსაც კარლოსი ქვია, მაგრამ ძალიან კარგი შვილია. ძალიან კარგი შვილია. ისიც ბულდოგია, როცა მოვა ნახავთ. ისიც ვნახოთ. მოვაგვარებთ ინშალლა, რომ სხვებთანაც შეეწყობა. ბელა რეინა. ოდინ ფაშა, მზად ხარ? ცოტა ხანში გავალ, შვილო. ოდინო. დილით კარგად დავბანე ოდინი, რადგან გალიის რეცხვისას არ ისვენებდა. ამიტომ კარგად დავბანე ჩემი ოდინი. ოდინ ბაბა. ცოტა ხანში გავალთ და იმედია ჩხუბს არ დაიწყებს ეგ პატარა. აბა ვნახოთ. მარლა უშენოდ არ გამოვა. შეჩერდი გოგო, თხები და ცხრები გაუშვით. მარლა შემდეგ ჯერზე ზღვაზე შენ წამოხვალ. ექტორ შვილო, ცოტა ხნის წინ არ გავრეცხეთ აქ. გთხოვ გონივრულად მოიქეცი. კიდევ თავზე დააჭირეთ და აჭამეთ. ასია მესკო. ულან ექტორ. ეხლა ძმაო. ოდინი ავიყვანოთ, კარგი? აქ გვაქვს ჩვენი საყელო. ეს საყელო ცოტა გაფუჭებულია. იმედია ოდინი არავისთან არ იჩხუბებს. ოდინი გამოვიყვანოთ და ვავარჯიშოთ. ცოტა იაროს ამ კაცმა. მოიცადე, ნორა. ისი დოდის, ესეთი ხასიათი აქვს ეხლა. ის არ არჩევს მამსა და მდედეს. პირდაპირ უტერს. ამიტომ ოდინთან ესენი არ უნდა შევიდნენ. ესე ძალიან რთული საქმეა. როგორ გავაკეთებთ? ლეკვი აქ არის? ბელი აქ არ არის. თუ ბელი აქ არ არის, კარგია. დაიცადე, ბაბუა, არა. ბაბუა, შენ არ ჩაერიო. ნახე, ოდინმა წინა ჯეჯერზე საყელური გააწვიდა. შიშისგან შარვაში ჩაისვარე, ბაბუა. უკან არც კი იყურებოდი, ისე გარბოდი. გონიერად მოიქეცი, გაჩერდი. ბაბუა, შენ იცი რა, შენ? შენ კაცი არ ხარ, შვილო, იცი? შენ კაცი არ ხარ, ბაბუა. ბაბუას ეწყინა. ბაბუა მისებ შეუტია მას. მოდი ოდინ. კარგი შვილო, დამშვიდ. ეხლა ოდის ასენელა გავასეირნებთ. არა, მოდი. სრაფად არა. დაიცილეთ ოდინისგან.
არ მიუახლოვდეთ ოდის. ოდინი ეხლა ძმაო, ქარაბაშსაც ეჩხუბება, მოდი. კარგი. მოდი ფაშა. გაჩერდი ნატაშა. შოს დაიჭირე. აი ძმაო, ესენი ძალიან მკაცრები არიან და როცა მათ ვასეინებ მიჩის, განსაკუთრებით ოდინი. ეხა ოდინთან ერთი ესეთი რამეა. ძაღლი ძუაა თუ მამრია. ამასთვის მნიშვნელობა არ აქვს. ახლოს ნუ მოდიხართ. ერთი წუთი მოდი შვილო. გაჩერდი. დედეზეც ყველა ისევ ძალიან ბრაზდება. ზოგი ამბობს, რომ ეს დედე თავშესაფარში უნდა ჩააბარო. ვიღაც ამბობს, ჩაკეტე. ძმაო, ბაბუას ხასიათიც ეგაა, ეხლა რა ვქნათ? დაიცადე ქარაბაში, არ მიხვიდე ახლოს. არა, ქარაბაში. არა, შვილო. უთხარი, არა, მოიცადე. მოდი. არა, ერთი წუთით. ბაბუა და ქარაბაში ერთიანდებიან, ძმაო. არ მოხვიდე. დაიცადე ოდინი მაგრად მოეწყო ერთი წუთით. ეხა ეზოდან უნდა გამოვიყვანო. კარგი, პუსად. არ იყვიდო. დედე ამჯერად ღობეს გადმოხტება და მოვა. ერთი წუთი შვილო. მოდი ოდინ, ჩემო ოდინ. მაშალა შვილო, შენს დიდებულებას ვენაცვალე. ოდინი ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ლოტვაილერია. ეს არის საგვარეულო, შესანიშნავი ხარისხის შვილი. ხასიათიც ნამდვილი როტვაილერისაა. სრულყოფილი შვილია. ღმერთმა დაიფაროს ბოროტი თვალისგან. მაგრამ ხასიათი ცუდი აქვს. ცოტა ჩხუბის მოყვარულია. კაროლი, ნუ მოხვიდე შენ. თუ შეამჩნიეთ ოდინის გარშემო არც ერთი ძაღლი არ მიდის. ლეკვი, ნუ მოხვიდე. არა შვილო. შენც ხო ყველას ეჩხუბები შვილო. არა ქარაბაში. არა მეთქი. არა, ჯოხი მჭირდება მე. კარგი. არა შვილო. ერთი წუთი. ეხა დედე დავკეტე, პატარაც ავიყვანე, მეგობრებიც. ეხლა ოდის ეზოდან გავიყვან, მაგრამ ამჯერად ტაისონი თითქოს დაესხმება. ტაისონ, მამიკო, დამშვიდი შვილო. დაიცადე, ნახე. დაიცადე. ო딘, მოდი. არა, ტაისონ, გაჩერდი შვილო. დაიცადე. ვაი, ტაისონი და ოდინი იჩხუბებენ. მათანაც ნუ გექნება პრობლემა. მოდი პაშა, მოდი გარეთ მოშარდი, მოდი. მოდი შვილო, მოდი. ნუ იბრიქები. დაიცადე, არა ნორა, შენ არ მოხვიდე. ეხლა ისიც გამოვიტანო, ძმაო. ბაღში ვერ გავასეირნებთ, იმიტომ რომ ოდინი ყველას ესხმის თავს. დედრია თუ მამრი, ესეთი ხასიათი აქვს. ალას რამეს უზამს. ოდინ პაშა, ალას რამეს უზამ. ჰა? ეთყვი თუ არ ეთყვი, შვილო? ალბათ არ ეთყვის. ეხლა ოდინი ცოტა გაუშვათ. ნახოს იბოდიალოს ცოტა, ძმაო. ეხლა დილით ვასეირნებ, ვავარჯიშებ, მათ რიგრიგობით აგრესიულებს. მოდი ოდინ პაშა. მოდი ოდინ ჩემო, მოდი. ეზოში როცა ვასეირნებ, პრობლემები იქნება, მეგობრებო. ანუ სხვა ძაღლები ჯგუფებად იყოფიან და ჩხუბობენ. მაგალითად კარაბაშის და დედეც რო ნახეთ, ორივე შანსს ელოდება. ამიტომ ეზოში განსაკუთრებით ოდინს სხვებსაც ვასეირნებ, მაგრამ ოდინი პრობლემაა. კბილით უტევს, იმიტომ ეხა ოდინ ფაშამ დილის ვარჯიში გააკეთოს. ოდინ, მოდი. მოდი შვილო, აბა ნახე. აიდე ოდინ. მოდი შვილო, მოდი. მაშალა ჩემშვილს. ქარიზმის განსახიერებაა. ეხლა ინშალლა თუ ბედმაინება ამ ოდის და მარიას დავაქორწინებ. მარია, ალექს, განსაკუთრებით მათთვის მინდა წყვილი შეურჩიო. ეხლა ხან ჩამოყვანილი დორა. მეგობრებო, ველოდები მათ შეწყვილების პერიოდს. ოდინი ძალიან ძვირპასი და ძალიან ხარისხიანი ძაღლია. მისი გვარის გაგრძელება აუცილებელია ჩვენთვის. მისი ხელმძღვანელობით ჯერ არ მოსულან სითბოზე. წელსაც არის დაგვიანება მდედრ ძაღლებში. ჩვეულებრივ სითბოს გამოტოვებული ცხოველი 3 თვეში მოდის. რომ მხარესაც არ უნდა შეხედო 6-7 თვე გავიდა, არ მოსულა. რომ მოსულიყმე დავაწვილებდი. დღეს ერთი ბულდოგი მოგვივა, ორშაბათს კი 2 კეინკორსო. მამრის შავია. დედალი კი ლუჯია. ორივე დიდი არიან. 2-3 წლის ცხოველები არიან.
ის ვიც მოდის კაროლინის მდედრია, როგორც იცით, მისი დიდი ვერსია. მამრი ძაღლიც ჰექტორის მსგავსად შესანიშნავი შვილია. ნელ-ნელა ვზრდით აი ესე ძმაო. ეხლა ეს ერთბაშად არ ხდება. ყოველთვის საუკეთესოს ყველაზე ლამას ვეძებ. რო ჩამოვლენ იმედია ჯამთელად მივიღებ ნაშიეს. ოდინ ჩემო. სეირნობ ჩემი ლომი ბიჭი. სეირნობ ჩემი სიმპათიური ვაჟი. მოდი მოგეფერო, მოდი. მოდი მოგეფერო, ფაშა, მოდი. მოდი ჩემო ასლანო, მოდი. სინამდვილეში ძალიან ლამაზი ძაღლია, მაგრამ ნეტავ ცოტა დამჯერი იყო ზმაო. ბაღშიც კი ვერ ვასეირნებ თავისუფლად, ხო იცი? ნეტავ დამჯერი იყოს ეგ საწყალი. არ ჩერდება, ხო იცი? ეზოსი, არა, სუსლუ მოვიდა. სუსლუ, მოდი აქ. სუსლუ, მოდი ერთი წუთი დავბრუნდე ძმაო. სუსლუს არ დაესხას თავს. კიდე ცხურები ისევ დაგვავიწყდა, მოდი. მოდი დაბრუნდი, მოდი. სუსლუ, მოდი. ისევ ცხვრები დავტოვეთ და ბაღიდან გამოვედით. როცა დილით ვიდეოს ვიდებ, რაღაც დაბნეულობა მეწყება. მოდი. მოდი, ოდინ, მოდი, ოდი, მოდი. მოდი, შვილო, მოდი. დაიცადე, ოდინ ბაბა თავის საქმეს აკეთებს, მოვა. ოდის კიდევ ერთი ჩვევა აქვს, რომ ადამიანს ეცემა. იმედია არავინ გამოჩნდება. საკმაოდ უხეშია. მოდი, მოდი, შვილო. მიდი, შვილო, მიდი, შვილო, მიდი, შვილო. მოდი, ფაშა, მოდი, ფაშა. მოდი, ფაშა. აი მამრი ძაღლსაც ესეთი პრობლემა აქვს. როცა გარეთ გამოუშვებ, ყველგან სულს დატოვებს აუცილებლად. ყველგან. სავა იქაულობას თლიანად მოივლის და სულს დატოვებს. მოდი, მოდი. წამო ბიჭო. წამო ბიჭო, წამო ბიჭო, წამო. ეხლა ადრო, მოდი. წამო ფაშა. მე მივდივარ. მართლა შეხედე ამ დგომას. ნახე რა დიდებულება. შეხედე ამ სულას. კაცი ხო იცი. სოფლიოში იშვიათი მაგალითებიდანაა ეს როტვაილერი. მააშალა ჩემ შვილს. იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი შვილია. მართლა საოცარი შვილია. ოღონდ სუსლუს არ დაესხას, ოდის მე მივაბამ ძმაო. მოდი, მოდი, სიმპათიურო, მოდი. მოდი სათხარ შენ, სათხარ შენ, დიდი კაცი. დაიცადე, სუსლუ არა. სად არის ეს დიდი კაცი? სუსლუ, შენ არ მოხვიდე. ერთი წუთი ჩვილო, შენ ოდის მოერიდე, მოიცადე. არა. ოდის სხვათაშორის სეირნობის წვრთნაც აქვს. დაიცადე, სუსლუ. არ მივახლოვდი ასე ძალიან შვილო. სასეირნო წვრთნაც აქვს. ძალიან ჭკვიანია, ნახე როგორ კარგად მისმეს. სინამდვილეში იცი ეს მარტო მოსავლელი ძაღლია. შილდება განსაკუთრებული მოვლა. მას უნდა მოუარო. სხვა ძაღლებთან მიჩვეული არ არის და ამიტომ გვიჩვის. ეხლა ოდინი უკან ეზოში შევიყვანო მეგობრებო. ცხვრები და თხები ახლა დამავიწყდა. ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ რომ არ ვიქნებით, რამე შეტევას ხომ არ მოაწყობენ. ერთს რო ვასეირნებთ, მეორეს რისკის ქვეშ ნუ დავაკენებთ. არა ასე ოდინო. ჩემი ლომი ხარ. ოდინთან ერთად ეხლა მარიასაც ხომ არ დავაყენო გვერდიგვერდ. მოდი. ნახე, ალაზე საერთოდ არ გაუგიზიანდა. არ ჩანს ეგრე, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ნატაშა დაიჭირა მეგობრებო. უბრალოდ ასე, არაფრის გამო, როცა არაფერი ხდებოდა. ცხოველი როცა დადის, უცებ ბრაზდება. სრაფად ესხმის თავს. რადგან ზუსტად ვერ ხვდები საიწავა, ვერაფერს ვაკეთებ. მოიცა ნახო. ალასთან მივიყვანოთ, ალა. რას აკეთებ ჩემი ლამაზი გოგო? იქ კარგად ვზნობს თავს. ჩემი გოგოს ძილი არ დაურვიოთ, ჩემი გოგოს. ნახე. უცებ ასე იქცევა თითქოს რაღაცა დიდი იყოს უცებ აკეთებს, გაიგე? ამიტომაც ზუსტად ვერ ხვდები ახლა. მოდი, ოდინ. მოდი, ჩემო ბიჭო, მოდი. მოდი, ჩემო ბიჭო, მოდი. მოდი, ბაღში წაგიყვან, მოდი. მოდი. მოდი, ფაშა. ეხლა უცებ ბოლომდე არ შევიტანო, არ გაბრაზდეს. ჩემს გოგოს ხასიათი არ გაუფუჭოთ. ახალგაზრდებო, გაიქეცით იქიდან. ქარაბაში კართან არ არის, ხო ასე? შვილო, მოდი, ოდინის ეს საკელოთ შეუცვალოთ. ეს საკელო რაც ხელში მიჭირავს, უხარისხოა მეგობრებო. მოდი ეს შერცვალო, ხო? მოიცადე. მოიცადეთ, ოდის ნუ გაეკარებით. ეხლა ისევ ჯოხი ავიგე ხელში. ვაი თუ რამე მოხდეს. თუ ვინმე მოახლოვდება რომ გავაგდო.
დაიცადე შვილო, დაიცადე. მოდი. მოულოდელა დაგესხმებია. რისკზე ნუ წავალთ. მოდი ვაჟკაცო. მოდი ვაჟკაცო. მაშალა ოდის შემო. ჰარლი საწავიდა? ჰარლი გოგო წავიყვანეთ და დარწმუნებული ვარ, სახლშია წასული. მე მივაჩვიე სულ სახლში, სავარძელთან მიდის ამჯერადაც. იქ წევს. კარგი ბიჭებო, ცოტა დამშვიდით. გალიაში მყოფ ძაღლს რო გამოუშვებ, ყველა ერთად იწყებს ხეფას. მოდი შვილო. კარგი პუსად ბიჭო დამშვიდი. ლომი ხარ, ვეფხვი ხარ, დამშვიდი შვილო. არაფერი უთხრათ ჩემს ოდის. სუდები. არავინ არის ჩვენს გვერდით, ხო ასე? არა. კარგი კაროლინ, არ მოხვიდე. კაროლინ, ყველა შენ ზაღთან ასე ახლოს მიდიხარ. ოდის თუ გაუკეთებ ამას. მოდი ოდინი ისევ თავის გალიაში დავაბრუნო ძმაო. ესენი ეხლა აღარ მოგასვენებენ, იმიტომ. წადი, მოდიოდი. ხედავ, საერთოდ არ კაჩავს. დაიცადე კაროლინ, არ მიხვიდე ოდინთან ახლოს, დაიცადე შვილო. ერთი წუთი, არა ძვირფასო. ოდინის გასეინებისას სულ პანიკაში ვარ, ხო იცი? მოდი შვილო. ეხლა ნახე. ვაიმე, ერთი წუთით. გაჩერდი კაროლინ. კაროლინ, არა. არ მიეკალო, არა. ერთი წუთი შვილო. კაროლინ, რა გემართება, გთხოვ, გაჩერდი. ერთი წუთი. მოდი. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი. მინდოდა ოდის ერთი ნომერი უნდა გაეკეთებინა. კაროლინი გიჟივით პირდაპირ კაც სახეში ახტება. გადი შვილო, გადი, ნახე, პაშა. ჯოხით არ უთქავ, უბრალოდ ვიჭერ. კაროლინ, რა გამბედავი ხარ, გოგო? გულს ჭამე შვილო, ოდის რატომ ეხუტები? ოდინი დაგდეჭავს, არ იცი შენ. სუდი ბიჭი. ეხლა დორა მოდი გაგიშვებ შვილო. დორა მოდი ჩემო ლამაზო. დორა, სად არის ჩემი ლამაზო, მოდი. გადადი შვილო. დორა ხანუმი თუ მოვა. ალექს, ძალიან ამატკინე თავი, გთხოვ. დაიჩუმე ცოტა შვილო. არ იშვიათობდე, ნახე. დაიჩუმე ცოტა. მოდი აქ. დორასაც ვაჩვენ ცხოვრებს, ისიც ზოგჯერ თითქოს შეტევას აპირებს. როცა პირველად მოვიდა, მაშინ ისიც ერიდებოდა, მაგრამ ახლა უკვე კარგად შეეჩვია. მასაც უნდა უყურო, გვერდიდან არ მოვშორდე. ცოტა ხანში ტალახში შევა. ნატაშა, ცხოვრებს მეკარები. ცხოველები თავისუფლად იარო. მოდი ამარას გაუშვა ძმაო. მარას ფაშა ოლეი. აპოლო აქ იყო, აპოლო აქედან ავიყვანე და ჩიტირისთან მივიყვანე. ისევ გატეხა ჯაჭვი, უსვინდისო. მოდი მარას. ერთი წუთით სიმპათიურო ბიჭო. კარგი იარე აბა. მაშალა ჩემს ბიჭს. მარას ნამდვილი არისტოკრატია, ხო? შეხედე ამ დგომას. ნახე როგორ გაიხარა ეს პატარა. ჩემი ლომი. შენ გენაცვალე. მოდი აქ, როკი. არ შეეხომათ. როკი, ნუ აკეთებ ასე. გაჩერდი შვილო, გაჩერდი. როკი თამაშობ, ნუ აკეთებ ამას. მოდი აქ. კარგი, მოდი ამ სკოლებს მოვშორდეთ. ამ გიჟები თუ დაგვინახავენ, ეხლა აგზდებიან. მოდით იმაზე შევხედოთ, მეგობრებო. ჰარლი რას აკეთებდა? ჰარლი, იმიტომ რომ ჩვენ რო წავედით, აღარ გამოყვა, ნახეთ. ჰარლი! სად არის ჩემი შვილი? ჰარლის ახლა რო შევეჩვიო, ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ერთი კვირა მივეცი საკუთარ თავს, რომ სრულად შეეჩვევა იმედია. ყოფილ ფულობებს ვესაუბრე, მანაც მითხრა, რომ საერთოდ არ ქონია კონტაქტი ძაღლთან. ამიტომაცერიდება მითხრა მეგობრებმა. მისი ესერიდება და თავდაჯერებულობის ნაკლებობა უნდა დავძლიოთ. მე თავდაჯერებული ძაღლები მიყვარს. თავდაჯერებულობას ჩაუნერგავთ მას. ჰარლი! შვილო, ისევ გალიაში შეხვედი ლამაზო. მოდი შვილო, მოდი. მოდი ჰარლი. მოდი აქ ვარ, მოდი. ბიჭო, სად ხარ? რატო შეხვედი გალიაში, შვილო? რატო შეხვედი, მოდი.
მოიცადე, გვერდით გაგასეირნებ ახლა. ჰარლი, მოდი გოგო. მოდი გოგო. მოიცადე. ზურზე ნუ მიკაწრავ, მოდი. მოდი არლეი, მოდი. ნახე, ჩემთან ერთად სუირნობა, მოდი არლეი, მოდი. ოჩახარ. მაშალა ჩემს გოგოს. მოდი. ნახე, ესენი მეგობრები არიან. ამათან ითამაშებ წესიერად. კარგი. მოდი, ჩემო ლამაზო. ნახე, ხო დაინახე. როგორია, არა? ერთი დღე გავიდა, დიდი არაფერი, მეგობრებო. ვა, ნორაც მოვიდა. დიდი გოგოა. მაშალა მას. ეს კეიკორსოები სულ ბავშვები ვით არიან. კაპლან არავით არ შემთხვევაში არ ეჩხუბო ხალის. ქარაბაში ხა მარას ხედავს. ღმერთმა ქნას არ იჩხუბონ. მოდი ხარლეი, მოდი. არლეი, მოდი გოგო, მოდი. მოდი შვილო, მოდი, არ დაიშორო. როცა ყველა ერთად იკრიბება, ისევ შიშობს. ძალიან არ შიშობს, მაგრამ ცოტა მაინც შიშობს, ისევ შორდება ძმაო. რას გააკეთოს ცხოველმა? შეჩვეული არ არის. სად არის ჩემი ლამაზი? მოდი მივდივართ, არლი, მოდი. მოდი გავრბივარ, მოდი. მოდი გოგო. მოდი, ტყეში წაგიყვანო. სინამდვილეში ამას. კარლოსსა და სხვებს უნდა შეაჩვიო. ეხლა ხო იცი ძაღლების რაოდენობა ბევრია და უნებლიე თერიდება. ერთი რო იყოს. მაგალითად კარლოსი ან ჰექტორი რო იყოს, უფრო მარტივად შეეჩვევა. რაოდენობა რო ბევრია, გოგო, უნებლიე თერიდიდება. მოდი, არლი, მოდი. სახში არ წახვიდე, მოდი. მოდი შვილო. მოდი ლამაზო, მოდი. დაიცადე, ნახე, ეხლა მარას გაგაცნობ. მარას ბაბა, მარაზი ხო იცი. ბიჭო, მეგობარო, მაშალა, ძალიან კარგი შვილია. ღმერთმა ბოროტი თვალისგან დაიცვას. დავიცადოთ, ჰარლეია გადმოვიყვანოთ. ჰარლეი, მოდი. ნახე, მარაზი როგორ წამოიმართა. მარაზ რას ამბობს ის, ბიჭო? ჰა? ქარაბაში ძველი კაცია, ქარაბაში. ეხლა მოდი შვილო. მაშალა შენ, მაშალა ჩემს ლამას, მაშალა ჩემს სიყვარულს. სად არის ჩემი ლამაზი გოგო? სად არის ჩემი ლომი გოგო? დაიცადე, ნუ ერიდები სხვებს. კარგი? წადი ირბინე. ეხლა ნახე, კარს გავაღებ და პირდაპირ შიგნით შემოვარდება. მოდი არლი. გადადი. კარგი, ეხლა იქ დარჩი, კარგი? იქ დარჩი, კარგი ჩემო გოგო. ესეც მიეჩვია. აქედან პირდაპირ ხტება როგორც დედე. ისიც მიეჩვია. ძმა 9 თვისა. მართლა კარგი შვილია. დიდი, მსხვილი, მკერდიანი, თავის ფორმა, ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესია. მაშალა ჩემს გოგოს. თუ უკვე ესეთი არის, მოდი ნახე, როცა 3 წელს მიაღწევს. ინშალლა, თუ ჩემს გოგოს კარლოსსა და ჰექტორთან დავაწყვილებთ, ძალიან კარგ და მსხვილ ლეკვებს მივირებთ, მეგობრებო. ეხლა ისმინდა მე. მით უმეტეს კარლოსისა და ჰექტორისგან ერთ მამრლეკვს გამოვყოფ. პირველად ჰექტორისგან დედრი გამოვყავით, შემდეგ ჯერზე მამს გამოვყოფთ. არა გოგო, ნახე რა ღირსება შეკაცო. მაშალა ჩემს გოგოს როგორ შეეჩვიე შეკაცო. ჰა? როგორ შეეჩვიე შეკაცო? ნახე, გუშინ მისგან მეშინო და ეხლა ხედავ? ნახე. შვილო, ხელპირი დავიბანე, მადლობა. ალლაჰმა დაგლოცოს. მაშალა შენზე. მე მივდივარ. ოხვალ. ჰა, მოდი. მოდი ჰარლი. გახსნი იმ კარს შენ, მოდი. ისწავლა ხო ეხლა? გახსნის კარსაც ნახე? ცხვირით იქაჭავენ და ასე აღებენ, მეგობრებო. მოდი ჰარლი. მოდი კიდე ცოტა უფრო მოკაჩე. მოდი კიდე ცოტა დაძაბე. ჭარბი იყოს ეხლა იქ ძმაო. ეხლა პირველი ოდინი გამოვიყვანეთ. ისიც ვის გამოვიყვანთ? მოდი ერთი კარლოსი გამოვიყვანოთ, ნახოთ. კარლოს ბაბამ ერთი გაისეირნოს. კარლოსი და ქარაბაში ნეტა ვიჩხუბებენ. შეიძლება შეეჯიბრო. წინასწარ ვერ იყვი. არა, ალბათ ისინი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩვეულებრივ კარლოს უკვე უშვებ ეზოში. დედეს ვკეტავ, ერთხელ დედესთან ერთადაც გავუშვი ისინი. დედესთანაც ნენელა შევაჩვი შეიძლება ითქვას. კარლოს ბაბა! წავიდე ჩვილო. კარგად გაისეირნო შემა შვილმა. კარგად გაისეირნო შემა სიმპათიურმა შვილმა. ჩემი მონსტრი შვილი.
დაიცადე რეინა შენს გაგიყვან მოვასეირნებ ამ კარლოს შვილო ძმაო აი ესე დილა ადრიან ვასეირნებ სანამ ჰაერი გრილია რა უქნათ ისევ აურიეთ თოკები ხო მოიცა იმ მეორე საბელს ავილებ ეს საბელი კარგი არ არის აი იმ გალიაზე ჩამოკიდეთ კარლოს მოვდივარ კარლოსი და ეხლა ქარაბაში იმედი არ დაერევიან ერთმანეთს მაინც გარანტიას ვერ მივცემ მოდი პაშა ხოპალა ერთი წუთი შვილო ნურესლა როგორ თამაშობს გიგანტია ეს გიგანტი მაშალა ჩემ შვილს მოდი დაიცადე ქარაბაში მოდის ფთხილად ქარაბაში ფთხილად ქარაბაში ნახე კარლოსის ხუმრობა არ არსებობს ფთხილად შვილო ერთი წუთი კარლოს ვერ უმკლავდებიან ძმაო ნამდვილი უჩხულია ფაისალიც როგორ უყურებს დაიცადე თამაშეთ მერე მოდი ცოტა აქედან წავიდეთ დაიცადე ქარაბაში არ მიხვიდე მასთან მოდი აი კარლოსის გასეირნება ნამდვილი წამებაა თუ გინდა საკუთარ თავს ტანჯო მიაყენო აიღე ეს და გასეირნე ერთი წუთი შვილო დაიცადე აჰა მარაზიც გარეთ არის ვაი მოდი ქარაბაში შენ მარას მიხედე ნუ მომყვები ნუ მიხვალ კარლოსთან შვილო ძმაო ძალიან კაჩავს მართლა გეუბნები თალია ბევრს ეწევი ძმაო ცოტა დამშვიდი მოდი ნახე დარიე პუსად ბაბა პუსადსაც კარლოსი საერთოდ არ უყვარს ისინი ერთმანეთთან ჯიუტობენ აი ამიტომ ესმება თავს შეხედე ერთი წუთი შვილო ერთი წუთი მოდი ქარაბაში ცოტა გაიწიე გთხოვ შვილო გაჩერდი არ მომიახლოვდე ერთი წუთი ეი ამან კარლოსი პირდაპირ ჭიდაობის რეჟიმშია ვისაც დაინახავს ზედ ეცემა ეს გიჟი ცელკი ბიჭი მოდი ნელა შვილო ნელა ღმერთო ჩემო კარლოსის გასეირნება 10 ძაღლის გასეირნებას პასუხის მაო მართლა 10 ძაღლის ტოლია მიდი ირბინე აბა მიდი ირბინე მაშალა ჩემშვილს ნამდვილი კარიზმა ვაი შენს კეთილშობილებას ვეწირები გინდა შენს გარეთ გაგიშვა მოდი წამოგიყვან მოდი შენც მოდი ამას ზაკაც გაუშვებდი ვარა ცხვრები მოდი ამ არესთან წაგიყვან ნახოთ არესთან არის ხეფავ მაგრამ ამჯერად რატო გარბი ხარ შვილო არის ხეფავ მაგრამ რატო გარბი ხარ ცელკი არის ხედავ კარლოს ელოდება როდის შეატრიალებს ზურგს ჰეი ფხილად დაიცადე ბიჭო გიჟი ხარ ერთი წუთი ძმაო დაიცადე ბიჭო დაიცადე ძმაო პირდაპირ ქარაბაში დაესხა თავს რა ერთი წუთი დაიცადე მარაზიც მოდის უკან საერთოდ ვერ მივხვდი გეფიცები რომ ქარაბაშთან დაბრუნდებოდა საერთოდ ვერ მივხვდი ძმაო უცებ გადაეშვა ხედავ ძალიან ცუდი ბიჭია რა დაიცადე კარლოს მოდი ძმაო ეს კანეკორსო როტვეილერი და მსგავსი ძაღლები ძალიან გიჟები არიან მოდი მარაზის და ქარაბაშიც ახლა იქ ერთმანეთს ეჭიმებია შვილო ჭკვიანად იკავით მოდი ეს პუსადთან მივიტანოთ მოდი თქვი პუსად კაროლინ ერთი წუთი შვილო შენ ძალიან ახლოს ნუ მიხვალ პუსადმა დაიმსახურა გაჩერდი ღმერთო ჩემო ყველა გაგიჟდა კაროლინ ჭხუბსო დაინახავს მაშინვე გადაეშვება მართლა გული აქვს ამ გოგოს მაო დაიცადე ბიჭო დაიცადე
მუხლებში ძალა აღარ დამრჩა, გეფიცები. მოდი, ეს კიდევ ერთხელ დავხულოთ. დორა. გასაკეთებ ლამაზო. კარლოს რო ხედავენ გარბიან. მოდი შვილო. მოდი შვილო, ისე ვაგიყვან, დავიღალე გეფიცები. გადი. ისედაც ცოტა ენერგია მქონდა, ისიც ამომწოვე კარლოს. ძალიან ძლიერია, ძმაო, ვერ უძლებ ამ კაცს. მართლა ძალიან ძლიერია. მე ძვლის ვატარებ, ნახე. ამდენ ცხოველთან მაქვს საქმე, მაგრამ მას ძლივს ვატარებ. კარგი, არა უშავს. ეხლა შვილების ვარჯიშებს გავაგრძელებ, მეგობრებო. ცოტა დავისვენო. კარლოს ბაბამ კარგად დამღალა. ეხლა ცოტა ხანში ახალი ძაღლი მოვა, მას დაველოდები. თუ მისი ვიდეოც გინდათ, კომენტარებში დაწერეთ. ამ ვიდეოს 5000 მოწონება მოუტანეთ. როცა ისიც მოვა, მის ვიდეოსაც გადავიგებ. მიდით, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავითნეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯამთელად იყავით, მეგობრებო.